მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. მე ვასრულებ ჩემ დანაპირებს და ვაგრძელებ საუბარს დიდ მარხვის მოსამზადებელი პერიოდის შესახებ. ვინც მოისმინა პირველი ვიდეო რგოლი სურვილის, ანუ მონდომების შესახებ, ჩვენ მეზვერე ზაქეზე ვისაუბრეთ და გაგიჩნდათ სურვილი, რომ დაიწყოთ მარხვა, სასურველია, რომ ჩვენ გავიაროთ ის 4 აუცილებელი მოსამზადებელი კვირა, რომელიც ეკლესიამ დაადგინა დიდი მარხვის წინ. და ეს პირველი კვირა გახლავთ მეზვერე და ფარისევლის კვირა. აი ამ დროს რასაც ჩვენ ხედავთ, ძალიან ბევრი ჩვენთაგანი ესე ამაყად თუ შეიძლება ითქვას და შეფარვით ამაყად აცხადებს, რომ მე ფარისეველი ვარ, შემინდეთ და ასე შემდეგ. ჩვენ რომ კარგად მივხვდეთ ამ ორი კატეგორიის ადამიანიდან რომელი ვართ, უნდა ვიცოდეთ ვინ იყვნენ ფარისევლები და ვინ იყვნენ მეზვერენი. დღეს ფარისეველი სალანძღავი სიტყვაა, მაგრამ როცა ეს გარკვეული შეიძლება ითქვას, რომ პარტია, სექტა ჩამოყალიბდა, მაშინ სულაც არ იყო სალანძღავი სიტყვა ფარისეველი. ფარისევლები ერქვათ ადამიანებს, რომლებიც თავის თავს გამორჩეულ მდგომარეობაში აყენებდნენ და ესენი იყვნენ, ასე ვთქვათ, პატრიოტი, ეროვნული ხალხი, ვინც, ასე ვთქვათ, თავის თავს უფლება მისცა, რომ არ დაერღვია მოსეს ჯული და შეენარჩუნებინა ის ძველი ებრაული ენა და ებრაულ ტრადიციებზე და ჯულის მიხედვით ეცხოვრათ. ანუ ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად გაემიჯნენ ყოველგვარ, ასე ვთქვათ, უცხო კულტურას, უცხო წესებს და ადათებს, რომელიც, ასე ვთქვათ, ელინიზაციით დაიწყო ებრაელებს შორის. კერძოდ კი ალექსანდრე მაკედონელის შემოსევის შემდეგ. ანუ თავიდან ეს ადამიანები იყვნენ გამორჩეულები ცხოვრების წესით, ჯულის დაცვით, ეროვნული ღირსებით და ამ ადამიანებმა თავის თავზე აიღეს ერის გადარჩენა, ერის გამოღვიძება და სასიცოცხლო ძალების შენარჩუნება. მაგრამ შემდგომში იმდენად ზედმეტი მოუვიდა და იმდენად დაშორდნენ ჭეშმარიტებას, რომ უკვე ისინი გახდნენ გარეგნულად მოჩვენებითად, ესე ვთქვათ, დასანახად წარმოჩენილი პიროვნებები და იესო ქრისტე მათეს სახარებაში, ასე ვთქვათ, პირველ რიგში მათი მხილებით იწყებს და ასეც იტყვევთ მიმართავთ მათ. თეთრად შეფეთქილო საფლავებო, თეთრად განგოზილო საფლავებო. ანუ ეს არის ადამიანის კატეგორია, რომელიც გარეგნულად მოჩვენებითად აცხადებს თავისი ცხოვრების წესით და მანერებით, როგორ უყვარს ღმერთი, როგორი ერთგულია თავისი ეროვნების და როგორი მტკიცე დამცველია თავის ამხსარებლობის. და ესეთი ადამიანი არ ამგონია, რომ დღეს ჩვენში რომელიმე იყოს. იმის თქმა, რომ მე ვარ ფარისეველი, ესეც სამპარტავნება, რომ ესე ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ფარისევლები. თანამედროვე ადამიანი საკმაოდ დაშორდა სახარების უარყოფით პერსონაჟებს. ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ უკვე მეზვერე ზაქეზე და კიდევ დავძენთ, რომ მეზვერე და სალანძღავი სიტყვა ეს იყო სინონიმები. ადამიანზე რომ გეთქვა ცუდი, უნდა გეთქვა პირდაპირ, რომ ეს არის მეზვერე, იქცევა მეზვერესავით, ანუ მებაჟესავით. ადამიანი, რომელიც წურბელასავით აჯდა კისერზე თავის ერს და რომაელების მიერ დადგენილ ხარკს კიდევ თვითონ უმატებდა გარკვეულ თანხას და ეს იყო ადამიანი, რომელიც ყველას ეზიზღებოდა, ასე ვთქვათ, თავის კუთხეში, თავის მხარეში და აი ამ ორი კატეგორიის შესახებ საუბრობს სახარება. სულ 5 მუხლია, კარგია თუ წაიკითხავთ, რომ ორი ასეთი ადამიანი შევიდა ტაძარში. ხლა არ იფიქროთ, რომ ტაძარი ცარიელი იყო და ეს ორი ადამიანი იდგა მხოლოდ იქ, უბრალოდ აქ არის ნახსენები გარკვეული სწავლება, რომ სულ ორი კატეგორიის ადამიანები არსებობენ. აი მაგალითად, ორი ავაზაკი იყო გაკრული ჯვარზე, ერთმა შეინდანა, მეორემ არ შეინდანა. ორი ძე ყავდა უფალს, ხო? აქ სულ ორი კატეგორია, მესამე არ არსებობს. ანუ ერთი უფალთან არის, მეორე არ არის უფალ. ერთი წარმართია, მეორე ქრისტიანია. ანუ აი იმ ტაძარში ორი კატეგორიის ხალხი იყრიდა ყოველთვის თავს, ერთნი წინ იდგნენ და ყოველთვის ამაყობდნენ თავიანთი სოციალური მდგომარეობით, ჯულის დაცვით
რომელიც ასე ვთქვათ, შემდგომში გახდა მათი ტრაბახობის და მათი სიამაყის საგანი და ასევე მე არ საუბრობ იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელიც წირვაზე წინ დგას, ის არის ფარისეველი. არა, მას შეიძლება უნდა რომ წირვა უკეთ მოისმინოს, რომ ვინმე ხელი არ შეუშალოს, მაგრამ წინ წარდგომა აქ არის გადმოცემული ის, რომ აი მე ვარ სხვაზე უკეთესი და ნახეთ როგორ იწყებს ლოცვას ფარისეველი. ჯერ აქ ცუდი არაფერი არ არის, მადლობა სწირავს ღმერთს, და ამბობს რომ მადლობა შენ და ღმერთო და აი უკვე შემდეგ გადადის სხვა ადამიანების განკითხვაში და ამბობს რომ მე არა ვარ ისეთი როგორიც ეს მეზვერე, ცოდვილი და ასე თქვათ, ცუდი ადამიანი. აი ეს არ უნდა შეგვეშალოს ჩვენ, როცა ტაძარში დგავართ წინ, რომ ჩვენ სულიერ დაძმებზე, ვინ ჩვენ გვერდით დგას, ცუდი არ თქვათ და არ ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვინმეზე რამით უკეთესები ვართ. მისგან განსხვავებით, მეზვერე მან არც ჯული იცის და არც იცავს, მან შეიძლება იცის და გაუგია რომ მოსეს ჯული არსებობს, მაგრამ ის არ ღვევს ყოველ დღე, ყოველ წამს ჯულს და ერთი სურვილით შედის ტაძარში, იცემს გულში მჯიხს, ხელს და ამბობს რომ ღმერთო მილხინე ცოდვილ სამას და შემიწყალე მე. ეს ლოცვა გთხოვთ ყველამ დაიმახსოვროთ. მთელი დიდ მარხვის განმავლობაში კარგი იქნება თუ როცა ლოცვა ჩვენ გვეზარება სამწუხაროდ და ვამბობთ რომ დრო არ აგვაქვს, აი ეს ლოცვა რომ თქვა მთელი მარხვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, უამრავი ლოცვა და მე ვისაუბრებთ იმ ლოცვებზე, რომ ღმერთო მილხინე ცოდვილ სამას და შემიწყალე მე, ღმერთი შეგიწყალებს და აუცილებლად გადმოგხედავს. აქ არის იმ ორ ადამიანზე საუბარი, რომელიც, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრია დღესდღეობით შეიძლება ჩვენში. და ასეთ ადამიანებზე იესო ქრისტე ამბობს, რომ ორივე მათგანი თითქოს გამართლებული გამოვიდა, მაგრამ ერთი მათგანი უფრო მეტად. ანუ მეზვერე, რომელიც ამბობდა, რომ ღმერთო მილხინე ცოდვილ სამას და შემიწყალე მე, ის შედარებით გამართლებული გამოდის, ვიდრე ფარისეველი და აქ ჩვენ რა უნდა გულისხმავყოთ. აი ამ კვირას ეწოდება სიმდაბლის კვირა, რომ შეიძლება ადამიანი იცავდე მთელ საეკლესიო სწავლებებს, აკეთებდა შესაწირავს, იცოდე საეკლესიო კანონები, იცოდე რა არის კარგი და რა არის ცუდი, თითქოს წარჩინებული ადამიანი იყო, მაგრამ შენ დაუნებურად, შეიძლება გულშიც არ გაიფიქრო, მაგრამ გონებაში გაიაზრო, რომ შენ საუკეთესო ხარ, შენ გამორჩეული ხარ, შენ უყვარ ხარ ღმერთს და რაღაცნაირ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ხარ. მე მგონი ძალიან ბევრ ჩვენთაგას შეიძლება ეცნო საკუთარი თავი, განსაკუთრებით მოძღვრებს, ეს ჩვენ გვეხება პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვათ, შეიძლება ვიყოთ თეთრად შეფეთქილი საფლავები, გარეგნულად თითქოს კარგად გამოვიყურებით, ყველა მამაოს გვიწოდებს, გვეფერებიან, გვაქებენ და ამ დროს შეიძლება ვიყოთ ფარისეველი და ციგნობარი ადამიანები. აი ამ კვირაში ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ, რამდენად თავდაბლები ვართ, რა არის სიმდაბლე საერთოდ. როცა ადამიანი არის თავდაბალი, მან არ იცის რომ არის თავდაბალი, მას თავდაბალ ადამიანს თავის თავი ყველაზე ცოდვილი გონია, როგორც პავლე მოციქული ბრძანებდა, რომ ცოდვილთა შორის უპირველესი ვარ მე. თქვენ იცით რომ სითხე იზომება ლიტრებში, წონა იზომება კილოგრამებში და ადამიანი ფასდება, რამდენად თავდაბალია ის. თუ აქ ადამიანს თავდაბლობა და როგორ მივხვდეთ ადამიანი თავდაბალია თუ არა? ის მეზვერესავით არავის განეკითხავს, არავისზე ცულს არ ამბობს და ხოლოდ ფიქრობს, რომ ის არის ძალიან ცოდვილი, როგორც წინამე ფიქრობდნენ და ის რომ გარდაიცვალოს, ჯოჯოხეთში აახელს თვალებს, თავის თავი არ მიაჩნია ღირსეულ ადამიანად და ასეთი ადამიანები მოგეხსენებათ ძალიან ცოტანი არიან და მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, იმიტომ დაადგინა ღმერთმა, რომ ჩვენ სიმდაბლე მოვიპოვოთ, რის გარეშეც ჩვენ ვერ ცხოვრდებით. იცით რომ ის დაცემული ანგელოზი და ადამიანები სამოთხიდან ღმერთმა გამოაძევა სიამაყის, პატივმოყვარეობის და ასე ვთქვათ, აი ამ ცოდვების გამო და ერთადერთი სათნოება არის სიმდაბლე, თავდაბლობა, რომელიც პირველი საფეხური არის 9 ნეტარების, ნეტარი პნე გლაჰაგნის სულითა, აი ამ
სათნოების მოპოვებით ჩვენ დავბრუნდებით სამოთხეში. შეიძლება შენ მქონდეს სიყვარული, შენ შეიძლება იყოს ძალიან განათლებული ადამიანი, შეიძლება იყოს ძალიან მიღებული ადამიანი საზოგადოებაში, ეკლესიაში, მაგრამ შენ შეიძლება იყო ფარისეველი და ამით ღმერთს შენ არ მოსწონდე. ამიტომ ეკლესია განსაკუთრებით შეგვახსენებს, რომ ვიყოთ თავდაბლები და სიმდაბლე არის, როგორც გითხარით, პირველი საფეხური და სიმდაბლის გარეშე ვერავინ ვერ ამაღლდება და ეს სახარება მთავრდება შემდეგი სიტყვებით, რომ ვინც თვით დამდაბლდების, ის თვით ამაღლდების და ვინც თვით ამაღლდების, ის თვით დამდაბლდების. ადამიანმა თვითონ არ უნდა აიმაღლოს თავისი თავი. ძალიან კარგად ამბობს დიდი ქართველი პოეტი, მწერალი გურამიშვილი, სძულს ღმერთსა ამპარტავნება, მეტადრე გლახა მწირისა. ჩვენ ყველა გლახები ვართ, ყველა მწირები ვართ და ახლა ჩვენ იმაზე არ დავიწყოთ ფიქრი, რომ სხვა ჯობი ვართ, სხვაზე უკეთესები ვართ, იმას ხო მაინც ჯობი ვართ და ამას ხო მაინც ჯობი ვართ. ყველა ამპარტავნები ვართ, ყველა გავცილდით იმ ფარისეულის მდგომარეობას. ფარისეველი წელით უამრავ შესაწირავს აკეთებდა, მას არ ევალებოდა მარხვა კვირაში ორგზის, ერთხელ იყო დადგენილი მათთვის მარხვა, მაგრამ ის ორგზის მარხულობდა და ამაყობდა იმით, რომ იყო ერთგული ღმერთის და რომ იცავდა მოსეს სჯულის კანონს. ასეა ხანდახან ძალიან ბევრი ქართველი ამაყობს იმით, რომ აი მე მართლმადიდებელი ქართველი ვარ, მე ჯობი ვარ სხვა ეროვნებას, სხვა რელიგიაზე უკეთესი ვარ, რელიგიის წარმომადგენლებზე უკეთესი ხარ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საამაყოა ქართველობა და ვართ ბედნიერები, რომ ჩვენი ერი არის მართლმადიდებელი ერი, მაგრამ ამას შეიძლება ჩვენ იმ ფარისეველივით გარკვეულ სიამაყეში ჩაგვაგდოს და ძალიან ბევრი არის კიდე ჩაგდებული ამ მდგომარეობაში. ასეთ ჩვენ ისე ვიყვარს ხოლმე სიტყვა, რომ აი ჩავვარდი ამ პარტავნებაში. ამ პარტავნებაში კი არ ჩავვარდით, უკვე დიდი ხანია ვიმყოფებით და ეხლა აქედან ამოსვლა საჭირო და ამოვალთ ზუსტად მეზვერეს მდგომარეობით, რომ ჩვენ ტაძარში შევვალთ და არ დავიწყებთ არავის განკითხვას, არავის განსჯას, თუ ვინ რას აკეთებს აქ, ვის რა აცვია და რა ახურავს, ან მამაო როგორ ქადაგებს და როგორ წირავს, ან როგორი მანქანი დადის და საცხოვრობს, არამედ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ცოდვები გვაინტერესებს, ჩვენ როგორები მოვედით და შევედით ტაძარში და როგორები გამოვდივართ. ისევ ამაყები და ფარისევლები ვართ, თუ მეზვერესავით ცრემლებით გამოვდივართ ტაძრიდან და ველოდებით მომავალ კვირას, რომელიც არის უძღებიშვილი კვირა, რომ ჩვენს უძღებივით დავბრუნდეთ და მამამ ჩაგვიხუტოს გულში. ღმერთმა დაგლოცოთ ჩემო ძვირფასებო, ღმერთმა მოგცეს სინანული, მეზვერესი და დავინახოთ ბევრი ცუდი ჩვენს თავში და მოვემზადოთ მომავალი კვირისთვის და ჩვენ იმ ადამიანებს მინდა განსაკუთრებით მივმართო, ვინც მხოლოდ მარხვაში დადიან ტაძარში, რომ არაუშავს მოდით ჩვენ შეგხვდებით, ჩაგიხუტებთ, გასწავლით, არ მოგცემთ საყვედურს. ძალიან ბევრი ადამიანს უნდა დაბრუნება ეხლა ტაძარში თავის მოძღვართან და ცხვენია, ესეც რაღაცეთი ფარისევლური სირცხვილია, ცოდვების ჩადენის არ ცხვენიათ, მაგრამ მოძღვართან დაბრუნების და შეხვედრის ცხვენიათ, ეს ძალიან სამარცხვინოა მართლა და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ადამიანს თავისი სიამაყიდან გამომდინარე სირცხვილი. დაბრუნდით ეკლესიაში, მოემზადეთ და შემდგომში გავა გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი, ყველამ ერთად დავიწყოთ მარხვა. ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეს სიმდაბლე, უბრალოება, რის გარეშეც ადამიანს გაუჭირდება ცხონება. ჩვენთან არის ღმერთი.